მოდი ვნახოთ, ვინ მოხვედით ჩემთან. ჩემთან მოხვედით ადამიანები, რომლებიც ყველა გადაწყვეტილებას იღებთ გონებით და ნაკლებად ხართ მიდრეკილი, რომ მიიღოთ ემოციური გადაწყვეტილებები, ან ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არის ნაკარნახევი თქვენი გულიდან ან თქვენი ინსტინქტებიდან. ძალიან გამჭრიახი გონება გაქვთ, ძალიან კარგად აზროვნებთ და შესაძლოა ბევრი თქვენთაგანი მუშაობთ ისეთ სფეროში, სადაც მუდმივად გიწევთ აზროვნება, ანალიზი სხვადასხვა სიტუაციების და ასევე შესაძლოა ადამიანებთან ურთიერთობას. თქვენი მოლოდინი არის ის, რომ გინდათ გაიცნოთ და თქვენ ცხოვრებაში შემოვიდეს ისეთი ადამიანი, ზუსტად ისეთი ადამიანი, როგორიც ხართ თქვენ. აქ ამოდის ხმების დედოფალი და ხმების მეფე. შესაძლოა არის კიდევაც თქვენ ცხოვრებაში ახლა ისეთი ადამიანი, რომელიც ძალიან გგავს ენერგიებით და ძალიან ბევრ რაღაცაში ფიქრობთ ერთნაირად. მოდი დავამატოთ არკანები. ეს ადამიანი, რომელიც შესაძლოა ახლა უკვე იყოს თქვენ ცხოვრებაში ძალიან ბევრისთვის, ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რაღაც შემოიტანა შენ ცხოვრებაში. ძალიან ბევრი ახალი რაღაც და პირველ რიგში ამ ადამიანმა დაგანახა საკუთარი თავი და საკუთარი ძალა. თუ აქამდე გეგონა რომ შენ იყავი რაღაცა ისეთი ცოტა პრინცესული ტიპაჟი, რომელსაც არ შეუძლია იზრუნოს საკუთარ თავზე, ან არ შეუძლია იყოს უხეში და იცხოვს თავისი პირადი საზღვრები, ან მიაღწიოს ძალიან რთულ მიზნებს და გადაელახოს ძალიან რთული დაბრკოლებები, თითქოს ამ ადამიანთან ურთიერთობის მერე შენ უკეთესად დაინახე შენი თავი. იმიტომ რომ ეს ადამიანი ირეკლავდა შენში იმ ნაწილს, რომელიც შენ შესაძლოა ჩახშობილი გქონდა, არ იღებდი ამ ნაწილს, არ აღიარებდი და ამ ადამიანმა დაგანახა, რომ აი რაც ჩემში გიზიდავს და რაც ჩემში მოგწონს, სინამდვილეში გაქვს შენს. ანუ შენც ასეთი ხარ. უბრალოდ შენ არ იღებ შენს თავს ბოლომდე და ამ ადამიანმა თითქოს რაღაცნაირად დაგანახა შენი თავი და დაგეხმარა, რომ ეს ნაწილი მიგეღო შენს თავში, იმიტომ რომ ამ ადამიანს თვითონ ძალიან კარგად ქონდა გაცნობიერებული თავისი ეს ნაწილი, ბნელი ნაწილი, მიღებული და შენც მოგცა ბიძგი, რომ გაგეკეთებინა იგივე. და სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ახლა თქვენ ხართ ძალიან მსგავს ენერგიებში, ორივე ხართ ძალიან მოაზროვნე ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს ლოგიკაზე დაგრძნობით და არა ემოციურობით და ინსტინქტებით. და სწორედ ამიტომ თუ აქამდე თქვენ შორის გრძნობდით, რომ იყო ძალიან დიდი განსხვავება, აქ უკვე ხედავ, რომ თქვენ გაქვთ ძალიან მსგავსი ენერგიები და მომავალსაც უყურებთ თითქოს ერთნაირად. ორივე ფიქრობთ, რომ გჭირდებათ სტაბილური ურთიერთობა, სტაბილური გარემო და ოჯახი, რადგან შეიძლება აქ ასაკითაც არ იყოთ ახალგაზრდა ადამიანები არ მიყურებდეს. ანუ მომწიფებული ხართ საკმაოდ იმისთვის, რომ შექმნათ ოჯახი, ხო? და აღარ უყურებთ რაღაცებს ძალიან ბავშვურად, ან დრამატულად, ან რაღაცა ზედმეტად ემოციურად და ორივესთან იგრძნობა ეს ჩამოყალიბებული ენერგიები, როგორც ემოციური სიმწიფე აქ ისე მატერიალურად ორივე თითქოს ძალიან შემდგარი და წარმატებულები ხართ თქვენ საქმეში. მოდი ვნახოთ რა გელით მომავალში ამ ადამიანთან. ვაუ. ვაუ. მეც აღარ დავამატებ, რა მაგარი არკანები გამოდის. ნახე. ამ ადამიანთან მოხდება რაღაცა სიტუაციის სრულიად განულება და თავიდან დაწყება.
შენ გადადიხარ მზის არკანში და ეს ადამიანი გადადის იმპერატორის არკანში, მზის და სულელის არკანი. თითქოს თქვენ შორის ჩნდება რაღაც ისეთი ქიმია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ იყო. შესაძლოა აქამდე ფიქრობდით, რომ ერთმანეთისგან იყავით ძალიან განსხვავებულები, თითქოს საერთო არაფერი გქონდათ, მაგრამ ახლა დაინახავთ, რამდენად მსგავსია თქვენი ენერგიები. ორივე ხართ ისეთი პიროვნება, რომელიც მზად არის ყველაფერი დაიწყოს ნულიდან, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას. არ აქვს მნიშვნელობა რა დაბრკოლებები შეგხვდება ცხოვრებაში. ორივე თქვენგანი ხართ იმდენად ძლიერები, რომ შეგიძლიათ ნულიდან დაიწყოთ ყველაფერი, ნულიდან დაიწყოთ საქმე, ურთიერთობა, აი, საყვარელ ყველაფერი რომ წაგართვათ საერთოდ და აი არაფერი გაგაჩნდეთ, არც ერთი არ ჩავარდებით ამის გამო პანიკაში ან დეპრესიაში და ორივე იმდენი შინაგანი ძალა გაქვთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ მოკლედ დაიწყოს ნულიდან, ამდენჯერ გავიმეორე ეს იყო ღმერთო ჩემო. ასევე შემოდის ენერგიები, სადაც არის ძალიან დიდი სიბრძნე და თვითკმარობა. ეს ადამიანიც არის ძალიან თვითკმარი თავის ენერგიებში, არის ძალიან კმაყოფილი თავის ცხოვრებით, ძალიან სავსე, შემდგარი და ანუ შენ აი ზუსტად ამ ენერგიებს ატარებ რა, რომ თითქოს აი არავისი არ ეძებს შენ დასაყრდნს, არავისი არ ეძებს შენ რაღაცა შემავსებელს, ხარ ძალიან სავსე, თვითკმარი და ეს ადამიანი შენს ენერგიებს იმეორებს რაღაცნაირად. აი რჩევა ამოვიღოთ და დავასრულოთ, იმიტომ რომ ისეთი კარგი არკანები ამოვიდა, რომ აღარ მინდა ეს ყველაფერი გავაგრძელო და გავაფუჭო. აი რჩევა არის ის, რომ შენთან მოვა შანსი და ეს შანსი აუცილებლად უნდა შეამჩნიო და არ უნდა გამოტოვო. უნდა გამოხვიდე ძველი მდგომარეობიდან, სადაც შენ იყავი ჩაკეტილი, სადაც შენ იყავი დეპრესიაში შეიძლება, ცოტა გარიყული იყავი, ცოტა შენ თავში იყავი ჩაკეტილი და არ აძლევდი ახალ სიახლეებს შემოსულიყვნენ შენ ცხოვრებაში, ახალ ამბებს და ახალ ადამიანებს და ეს ყველაფერი უნდა დასრულდა, შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება და გადახვიდე შენი ცხოვრების უფრო მეტად აქტიურ ფაზაში. სადაც შენ შეძლებ რომ მოემზადო რაღაც ახალი თავგადასავლისთვის და რაღაც ახალი მოგზაურობისთვის. მოკლედ ძალიან საინტერესო გაშლა იყო. ამოდი ამ ნოტაზე დავასრულოთ. მინდა რომ არკანები კიდევ ერთხელ გაჩვენო, დააკვირდი, რამდენად პოზიტიური ენერგიებია, რამდენად ლამაზი და ეს ყველაფერი გელის წინ. უბრალოდ უნდა ეს ისეთი ენერგია, რომ ამ ენერგიაში შენვე უნდა ჩაჯდე, რომ მე შენ ეს ენერგია მოიზიდო შენს გარშემო, ხო? აქედან გამომდინარე, განავითარე შენში პოზიტიური ენერგიები, განავითარე შენში მომავლის იმედი, რწმენა, სიყვარული, მადლიერება, გაზარდა ეს ემოციები, რაც შეიძლება და შემდეგ სამყაროდანაც მოიზიდავ ამ ყველაფერს. სულ ეს არის ისეთ თქმაც მინდოდა, თუ დაგრჩა კითხვები, რომელსაც ვერ გიპასუხე, მაშინ გელოდები პირად სესიებზე. აბა შენიცი წარმატებებს გისურვებ.